რუბრიკაში მიამბე აფხაზეთზე რეჟისორი და მსახიობი მერაბ კოკოჩაშვილი იხსენებს აფხაზეთს. ჩემი წინაპრები დედის მხრიდან ჭავჭავაძეები ძალიან ახლონი იყვნენ აფხაზებთან, აფხაზეთის მოსახლეობასთან და აფხაზეთის მთავრებთან. ისტორიულად არის ეს ურთიერთობები შორეულ დროში დაწყებული და შარვაშიძეები ნათესავებიც კი იყვნენ ჩვენი, ხო. მათთან ურთიერთობის შესახებ სულ მუდამ იყო საუბრები ჩვენთან სახლში. და ეს საუბრები იყო და რაც შეეხება უკვე თვით ურთიერთობას, როდესაც მე ჯერ კიდე ასისტენტი ვიყავი, ინსტიტუტში ვსწავლობდი და პირველი ფილმი, რომელზედაც მე მომიწია მუშაობა, როგორც ასისტენტს თანაშემწეს რეჟისორისას, იყო სწორედ აფხაზეთში გადაღებული. ჩემი აფხაზეთი, ასე ერქვა, ეს დოკუმენტური ფილმი იყო, მაშინ დამწყები რეჟისორის გენადი წულაიასი. გენო წულაია სოხუმელი იყო, სოხუმიდან იყო. მისი მეუღლე ნელი ნენოვა ასევე შესანიშნავი რეჟისორი და ისინი უკვე ქართულ ფილმში დიდხანს მუშაობდნენ და ძალიან სერიოზული და კარგი კვალი გაავლეს. ფილმი სწორედ სოხუმში და მთლიანად აფხაზეთში იყო გადაღებული. მაშინ იყო რომ რიწაზეც ვიყავი და ბიჭვინთაშიც, გაგრაშიც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ეს აფხაზეთზე იყო ფილმი. ოთარ კობერიძე იყო ერთ-ერთი ამ ფილმის წამყვანი და მთხრობელი. მაშინ სოხუმის თეატრში მუშაობდა. შესანიშნავი თეატრი იყო, იცით, როგორც აფხაზური დასი, ისე ქართული დასი. და აი შემდეგი ფილმი უკვე ჩემი ასე ვთქვათ ერთ-ერთი პირველი ფილმი გადაღებული ქართულ ფილმში ისევ სოხუმის თეატრთან იყო დაკავშირებული, იმიტომ რომ შესანიშნავი მსახიობი მიხეილ ჩუბინიძე იმ თეატრში იყო და ის აი ფილმი მიხა იყო, რომელსაც მე ვიღებდი და იქ ჩუბინიძე თამაშობდა ერთ-ერთ მთავარ როლს. შესანიშნავად შეასრულა სხვა შორის. შინგლიანებო რა გამიშხეთ? არაფერი, მამო. აი, მიხა ქალაქიდან ამოვიდა და ამბები ამაიტანა. მე მინდა გითხრათ, რომ აი კულტურული ცხოვრება იმ პერიოდში აფხაზეთში იყო ძალიან მაღალი დონის და შესანიშნავი. აღარაფერს ვამბობ ანსამბლებზე, რომლებიც არსებობდა ბიჭვინთაში, როდესაც ჩადიოდი, ერთ-ერთი შესანიშნავი ტაძარი. მერე არაჩვეულებრივი ფესტივალები იცით, რომლებიც ტარდებოდა ბიჭვინთაში. მე მახსოვს ლიანა ისაკაძის შესანიშნავი მუსიკალური ფესტივალები, ბიჭვინთის ფესტივალები. როდესაც მაშინ ჩავდიოდი ჩვენ, თუნდაც დასასვენებლად არა, პარალელურად ხდებოდა უზარმაზარი კულტურული, ასე ვთქვათ, გაცვლა და გაცნობა იმ მიწის, იმ ხალხის, მათი კულტურის, მათთან ურთიერთობის. შესანიშნავი ხალხური ანსამბლები, აფხაზური სიმღერების, ვისთანაც ჩვენ სულ გვიხდება ურთიერთობა და მათ კონცერტებზე ყოფნა, იმიტომ რომ თითქმის ყოველ საღამოს თან ისვენებდი, შესანიშნავი დასვენებელი იყო ბიჭვინთა მოგეხსენებათ, გაგრა, ბიჭვინთა, ყველა ეს კურორტები და საღამოობით არაჩვეულებრივი კონცერტები. აფხაზური სიმღერის, ხალხური სიმღერის ძალიან მაღალი კლასის ორკესტრების, რომლებიც ჩამოდიოდნენ მაშინ. მე სულ მიხდებოდა ჩასვლა კიდე გადაღებებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ სატელევიზიო ფილმების სტუდიის ხელმძღვანელი ვიყავი და ბუნებრივია
ასე ვთქვათ, აფხაზეთზე იყო ფილმები, აფხაზეთის სილამაზეზე, კურორტებზე, კულტურაზე, ურთიერთობებზე, ხალხთა ურთიერთობებზე, უმაღლეს სასწავლებლებზე, სხვა შორის, რომლებიც იქ არსებობდა სოხუმში და მთლიანად აფხაზეთში. და აქედან გამომდინარე, ტელეფილმების სტუდიაში ძალიან ხშირად იყო ხოლმე აფხაზეთის თემატიკა. თითქმის წელი არ გავიდოდა, რომ არ ყოფილიყო გადაღებული ფილმი და რამოდენიმე მშვენიერი ფილმი იყო. ერთ-ერთი პირველი უმაღლესი კინოინსტიტუტი საქართველოს შეიქმნა 70-იან წლების მეორე ნახევარში და იქ იყვნენ სწორედ აფხაზის სტუდენტები. აბლოთია მაგალითად, რომელიც აფხაზეთში ახლა რეჟისორია და მუშაობს და არ ვიცი როგორ მუშაობს, სიმართლე გითხრათ, ბოლო პერიოდში არ მინახავს მის ფილმები, მაგრამ მას გადაღებული ჰქონდა ფილმები. ეს ურთიერთობები უწყვეტად ვითარდებოდა და მე ძალიან კარგად ვიხსენებ ყველაფერს ამას, მაგრამ ბუნებრივია, ძალიან მძიმე გასახსენებელიც მაქვს, იმიტომ რომ ერთ-ერთი ჩემი სოხუმში ჩასვლა, ეს იყო დაახლოებით 1 თვით ადრე, ვიდრე სოხუმი დაეცა. და მაშინ ჩვენ თბილისიდან ჩავიტანეთ იქ ჰუმანიტარული თვითმფრინავით წავიღეთ იქ, იმიტომ რომ ომია და ჭამაჭირდებოდა ხალხს, ბუნებრივია. მაშინ ვიყავით, სწორედ ხელოვნების ხალხი ვიყავით, ის ელდარ შენგელაია, ბუბა კიკაბიძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი, მე და აი ის დღეები უმძიმესი იყო ჩემთვის. მართალია, სწორედ იმ დღეს, როცა ჩვენ ეს ჩავიტანეთ, არ იყო სროლა და არ იყო ომი. არ დამავიწყდება ესე იგი მათ პოეტებთან იქ სოხუმში მცხოვრებ პოეტ ერთად გვიხდებოდა სიარული და ამას რასაც მე ვხედავდი, ეს საშინელება იყო და არ დამავიწყდება ესე იგი ანსამბლებს, მომღერლებს, ერთად ყოფნას, ერთობა ადამიანების და ხალხთა და აი ეს სიმღერები ყურში მქონდა, როდესაც მე მოვდივარ სოხუმის ქალაქში, რა ვხედავ, კედელი მთლიანად არ არის ერთ-ერთი შენობის და მეორე სართულზე აი სახურავ გახსნილი პიანინო დგას და ნოტებიც კი არის შემორჩენილი ზედ ნახევრად დამწვარი. აი ესეთი ის იყო ერთ-ერთი უკანასკნელი ჩემი შეგრძნება, საშინელი შეგრძნება იყო ესეთი, როდესაც სოხუმიდან ბრუნდებოდი. აღარაფერს ვამბობ, რომ გამოფრენა იყო კიდევ აბსოლუტურად აი უმძიმესი და ლამის ტრაგიკული, იმიტომ რომ ჯერ ერთი სულ ჩამქრალი მოდიოდა, ეხზე ვიდექით იმდენი ხალხი იყო თვითმფრინავში, იმ თვითმფრინავით, რომელიც ჩვენ ჩავიტანეთ, ერთი ჰუმანიტარული, მე უკან ბრუნდებოდა, იქიდან ხალხი ბრუნდებოდა უკვე, როგორც შეიარაღებული ისეც და სრულ სიბნელეში მოფრინავდა, ისი თვითმფრინავი სრულ სიბნელეში აფრინდა, მე არ ვიცი როგორ აფრინდა. იმდენი ხალხი იყო, როდესაც დაждდა თბილისში თვითმფრინავი, მე ვიგზენ რომ კი არ დაეშვა, დაეხეთქა მიწას. ისეთი დამძიმებული იყო ხალხი და როდესაც ჩამოვედი თვითმფრინავიდან, ხედავ რომ ბორბლები კი არ არის, უკვე რეზინის საბურავები აღარ იყო. სუნთლიანად აი დაშლილი დაწვეთილი იყო. როგორ ჩამოვფრინით არც კი ვიცი. უკან ავბრუნდი მე თვითმფრინავში და ფრინავები, აი გაყინულები ისხდნენ, ცით ეთყობა, მათ ყველაზე კარგად იცოდნენ, რომ ამ ვიღულებთან არა. და არც კი მოუხედიათ, მე მადლობა უთხარი და უკან ჩამოვედი ესე. აი სამწუხაროდ ესეთი საშინელი განცდა უბედურებისა მოყვებათან, როდესაც იხსენებ აფხაზებს, მეგობრებს. შვილო ბარდა. შენ გენაცვალოს, მამაში. მოდი აქ ჩემთან. აბა ეხლა შენ სადე შვილი. შენ გენაცვალოს, მამაშენი, შენ აქ. შენ გენაცვალოს, შენ აქ. აი მეთეო ის რაც ვერ შეძლო ნოცელმა პალავანმა ის უიოლად მოახერხა ჩემაბა უძლებელია ერთობის ძალა ისტორიულად ეს
ყოფილა ასეთი პერიოდები. კი, სხვადასხვა კულტურის, სხვადასხვა გაგების, სხვადასხვა სიმღერის, სხვადასხვა ენის და ასე შემდეგ, ყველაფერი სხვადასხვაობა არის, მაგრამ ეს სხვადასხვაობა თუ ერთმანეთში ვერ მონახავს ურთიერთობას, ეს ყველაფერი თავდება ომით. ომს დასასრულია ყოველთვის. ომი უბედურება, ომით არ მახსოვს მე რაიმე ერთიანობა შექმნილი იყო. განადგურება კი იცოცხლოს რამდენიც გინდა. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ისე როგორც იყო საუკუნეების განმავლობაში ერთობა, საქართველოს ერთიანობა ყოველთვის დამყარებული იყო მრავალ ერთად ცხოვრებაზე. თუ ჩვენ არ გაუწიეთ ანგარიში, თუ პატივი არ ვეცით ენას, კულტურას, რომელიც აფხაზ ხალხს აქვს, არა, მაშინ ისინი ჩვენ არ გვცემენ პატივს. თუ გვინდა პატივი ვცეთ ერთმანეთს, უნდა გავიგოთ ერთმანეთის. მე აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ დადგება დრო, როდესაც ჩვენ ერთმანეთს გავუგებთ, იმიტომ რომ გაუგებრობა მხოლოდ და მხოლოდ საბოლოო ჯამში განადგურებას გამოიწვევს იმას, რაც შესაძლებელია სამწუხაროდ აფხაზებს დაემართოს ბოლო პერიოდში, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ როგორი პროცესები მიდის იქ უფრო დიდი ძალის გავლენის შედეგად. ამას ყველა ანგარიში უნდა გაუწიოს და ბოლოს და ბოლოს თავისი ერის თვითყოფადობაზე და არსებობაზე უნდა იზრუნოს. არიან ადამიანები, რომლებსაც დღესაც მშვენივრად ესმით, რა დიდი მნიშვნელობა აქვს კულტურათა გაცვლას. შესანიშნავი ფილმი, რომელიც გადაიღო ლევან ანჯაფარიძემ, კინოსტუდია ქართულ ფილმში ბოლოს სულ თვენახევარი 2 თვის წინ და ამ რამდენიმე დღეში კიდევ პრემიერაც იქნება კინოთეატრში. მტერი ჩემი, ძმა ჩემი. ესე იგი, ეს სწორედ აფხაზურ-ქართულ ურთიერთობაზე არის. ეხება ეს ფილმი პერიოდს, როდესაც ომი იყო აფხაზეთში. მაგრამ აი სათაურით თვითონ ლაპარაკობს იმაზე, თუ რა მიმართებით უნდა ვიარსებოთ ჩვენ და რა მიმართებით უნდა მივიდიოდეთ ჩვენ. ჩემი პრინციპია ის, რომ მხოლოდ ურთიერთგაგებით, ურთიერთპატივისცემით შეიძლება სიკეთის მიღწევა. ჩემი ასაკის ადამიანები უკვე ცოტანი არის. ისე რომ თუ კი ვინმე დარჩა, ყველას ჩემი მოკითხვა მინდა გადავცე და კიდე მინდა გავიმეორო. ჩვენ ერთმანეთს უნდა გავუგოთ. როგორ შეიძლება ჩვენ ერთმანეთს არ გავუგოთ და ერთი სათქევარი არ გქონდეს, რომლის მორჩენაც ერთობლივად ურთიერთგაგებით შეიძლება, სხვა გზით არა.